წარმატებები მინდა გისურვოთ და სადაც გაივლიან სამსახურს იმით იმედი გქონდეთ რომ აქ და რეგიონი ავილი შემდეგ დისციპლინას. ეს იქნება სამწუხარო მომზადება. რაც შეეხება სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ესე იგი ბატონო ჩვენ ხელმწოლზე მეორე სართულზე დაწვევით საწოლზე დაწვევით ოშეულის რეჟიმს მიმართო. იქ ნებართვა უნდა იქონდეს მაგას. ხო ესეა? დახურულ სივრცეში სადაც ხუდი არ ყოფილა. ერთი, ორი, სამი. გრადუსის სრული შესრულება ხდება მარჯვნისა კი მივიღეთ წვევანდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის წვევანდელები, რომლებიც გაივლიან 8 კვირიან საწყის საბრძოლო მომზადების პროგრამას. მათ ჩაუტარდებათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები. 8 კვირის თავზე მათ გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები და გადანაწილდებიან საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქვედანაყოფებში. აღსანიშნავია, რომ აქ იმყოფებიან როგორც გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწვეული სამოქალაქო პირები, ასევე ნებაყოფლობით გამოცხადებული მოქალაქეები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებში. ვარჯიშობთ, სერჟანტებს უსმენთ, ბევრ რამეს ვსწავლობთ. ვფიქრობ, გაგრძელებაზე სამხედრო სამსახურში, რადგან არსებობს რაღაც საინტერესო კურსები ჩემთვის კერძოდ, გინდათ კიბერუსაფრთხოების, გინდათ რეინჯერობის. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე წამოსულიყავი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, იმისათვის რომ ვემსახურო ჩემს სამშობლოს. გავიგე კანონში ცვლილებების შესახებ იმის შესახებ, რომ ნებაყოფლობით წამოსულ სამხედროებს ანაზღაურებაზე დანამატი აქვს 30%. ამის გარდა უნარჩუნდებათ კერძო სამსახური ამ ბენეფიტების გამო და იმის გამო რომ თავს თვლივალდებულად ვემსახურო ჩემს სამშობლოს, გადავწყვიტე წამოსულიყავი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.